26 მარტი ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა. თარიღი ცნობილია როგორც იასამნის ფერი დღე და მიზნად ისახავს ეპილეფსიის შესახებ საზოგადოებრივი ცოდნის ამაღლებას, ასევე დაავადების შესახებ არასწორი ინფორმაციის და სტიგმის შემცირებას. ეპილეფსიის მქონე ადამიანების დასახმარებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიას პროგრამა აქვს, საიდანაც შესაძლებელია მედიკამენტების შესაძენად მიიღონ წლიურად 300 ლარი, ვისაც მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 0-დან 150,000-ის ჩათვლით. რაც შეეხება თარიღის დაარსებას, საფუძველი 2008 წელს კანადაში ეპილეფსიის მქონე გოგონას კასიდი მეგანის ინიციატივით ჩაეყარა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავისტვინის ქრონიკული დაავადებაა. გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით გათვალისწინებულია ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარება მედიკამენტებით 300 ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული, კონკრეტულად ბოდი მედიკამენტების, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიხედვით. არის სახელმწიფო ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა, რომლითაც სარგებლობენ უფასო მედიკამენტებით. ჩვენ მხოლოდ 300 ლარის ოდენობით გავცემთ მედიკამენტებს. უშუალოდ იმას, რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა. აუცილებელია იყოს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, უნდა წარმოადგინოს ფორმაასი ეპილეფსიის დიაგნოზით და ანგარიშ ფაქტურა აფთიაქიდან, რის საფუძველზეც გაიცემა საგარანტიო წერილი და 300 ლარის ოდენობით მიიღებს მედიკამენტებს.